21 საათია გრძელდება სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული სარჩელების განხილვა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს შეეხება. სააპელაციო ინსტანცია ერთიანად განხილავს საიასა და ჩემი ხმა ევროკავშირის მიერ წარდგენილ 26 სარჩელს. მტკიცებულებების გამოკვლევა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩატარდა ექსპერიმენტიც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებას მოითხოვენ დამკვირვებლები, სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა. თუმცა სახეზეა ათობით სხვა ტიპის დარღვევაც, რომელსაც საარჩევნო უბნებზე ჰქონდა ადგილი და ხშირ შემთხვევაში მას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ნათია ტრაპაიძე, ჩვენი ჟურნალისტი გვერდება ახლა სააპელაციო სასამართლოდან. ნათია, რა ხდება ამ დროისთვის პროცესზე და როდის შეიძლება ველოდოთ საბოლოო ვერდიქტი? სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ახლა არის ტექნიკური შესანება გამოცხადებული, რამდენიმე წამში ალბათ განახლდება ისევ. პროცესი 21 საათი დაიწყო უკვე. მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, CESCO და მოსამართლეები მსჯელობენ კონკრეტულ სარჩელებზე, რომელიც წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში და უნდა ითქვას, რომ სარჩელები არის საკმაოდ მოცულობითი. მთელი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით უწევთ ახლა სააპელაციო სასამართლოში მსჯელობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგადად თავიდანვე ითხოვდნენ, რომ საქმეები განაწილებული იყო და სხვადასხვა მოსამართლეებს დაწეროდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, გუშინ სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს მათ, რომ საქმეები არის გაერთიანებული და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის მიერ იქნებოდა ყველა ეს საჩივარი განხილული. არასამთავრობოებმა მთელი ამ 21 საათის განმავლობაში არაერთხელ მოითხოვეს, რომ გადადებული იყოს სხდომა, მომხდარიყო განაწილება საქმეების სხვადასხვა მოსამართლეებზე, თუმცა კოლეგიამ არც ერთი მსგავსი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზი ყოველთვის იყო, რომ მათ სურდათ, მოსამართლეებს სურდათ სწრაფი მართლმსაჯულება და გამომდინარე იქიდან, რომ ვადები იწურებოდა, შესაბამისად უნდოდათ, რომ ჩატეულიყვნენ ამ ვადებში და ისე განეხილათ ეს კონკრეტული საჩივრები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ერთი ნაწილი წუხანდელი ღამიდან, როგორ მიმდინარეობდა პროცესი. თუ არ მართლა შესაძლებელი, რომ გამოვაცხადოთ შესვენება და ახლა ხუთი საათი და მერე გავაგრძელოთ. არა. მაშინ შემდეგ შემდგომობა გვაქვს შემადგენლობის აცილების დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის სასამართლო, რომელიც იკვლევს საქმეს სრულყოფილად. ჩვენ გვერდება მე დიდი ხანია დარღვეულია და ამ პირობებში გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ თქვენ უბრალოდ გინდათ, რომ მხარეთ ამღალოთ იმდენად, რომ ჩვენ ვეღარ შევხვდით მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მიგი თითოდ შესაბამის მტკიცებულებებზე. შესაბამისად ეს ჩანს, რომ თქვენ ხართ მიკერძოებული 15 საათი არ ვიცი, რაიმე პროცესი, სადმე, რომელიმე ქვეყანაში თუ უწყვეტად მიდიოდა, ეს არ ვიცი, პრაქტიკაში ყველაზე დიდი რაც ყოფილა რამოდენიმე საათიანი სამართალდარღვევის საქმე და იმასაც გადააჭარბეთ და შუადღის დროს დაწყებული პროცესი გამთენიას კიდევ ესე მიდიოდეს, ეს არის წარმოუდგენელი. შესაბამისად ამ შემთხვევაში ფორმალისტური გაგება და კიდევ უფრო მეტად ფორმალობა გახდა ეს პროცესი და ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს აღარ აქვს ინტერესი ამ შემადგენლობას ყოველ შემთხვევაში რეალურად განიხილოს. მართალი გითხრათ, მტკიცებულებებთა გამოკვლევაზე როგორ უნდა მივიდეთ და რა ვიაზროვნოთ, ძალიან გამიჭირდება. ეხლა თქვა, რომ ისა ჩემი გონება ისევ ნათელია, როგორც რომ მოვედი ამ სხდომაზე იყო. ამასთანავე კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ საკმარისად არ მოგცემია საშუალება მიგვეღო საჭმელი, საკვები, რავი და ასე შემდეგ, არ ქონია შესვენება ნორმალური. შეუძლებელია თქვენ იმ მოცულობის ინფორმაცია, რასაც ერთგვარ ცალკეულად წარმოგიდგენთ აქ კოლეგები, თქვენ ეს ინფორმაცია ადეკვატურად აღიქვათ, გადაამუშავოთ, ასე გააკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანები ხართ თქვენ და რაც არ უნდა ძალიან კარგი იქნება, საუკეთესო ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდეთ მაზრუნების პროცესში, შეუძლებელია, რომ ახლა თქვენ ყველაფერს ყურადღებით აღიქვამდეთ. ხომ გქონდათ 2 დღე დანიშნეთ, ბოლო დღის 2 საათზე და 4-ზე დავიწყეთ და აღარ შეგვიძლია, ანუ ფიზიკურად აღარ შეგვიძლია აქ ყოფნა. საქმის ინტერესთან გამომდინარე და შინაარსთან გამომდინარე არ არის მიღწეული ამ საქმის შეწყვეტა. არანაირად არ შეიძლება დაიწყოს სამართლის და სამართლის უფლება მხარეებს და საშუალება, რომ ის ერთგვაროვანი დარღვევები, რაზეც მიუთითებთ ყველა უბანთან მიმართებაში და პრაქტიკულად არ განსხვავდება, ორგანიზებული ჩამოწარმოადგენთ. იმას მოგიწოდებთ, რომ ფორმალურად წარმოვადგინოთ.
21 საათის განმავლობაში სასამართლოს ხდომაზე მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა შეძლეს მოსარჩელებმა და მოპასუხებმა და სასამართლომ ახსნა განმარტებები უკვე დასრულებულია ცოტა ხანში გაგრძელდება ისევ ხდომა როგორც თქვი და დაიწყება უკვე კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევა თუმცა მაყურებელმა შეუძლია თავად განსაზღვროს 21 საათი რომ მხოლოდ ახსნა განმარტებებს დაჭირდება კიდევ რამდენი დრო სჭირდება სააპელაციო სასამართლოს რომ მთლიანად დაასრულოს ამ საქმის განხილვა არა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმეები სასამართლო დავებში სააპელაციო არის ბოლო ინსტანცია შესაბამისად გადაწყვეტილება საბოლოოა და არასამთავრობოებს სურდათ რომ ქონოდათ კონკრეტული მტკიცებულებები უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული თუმცა როგორც არაერთხელ ითქვა უკვე რომ არ მოხდა საქმეების გაყოფა და ყველაფერი აქვს მოსამართლეთა ერთ კოლეგიას დაწერილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ რომ უბრალოდ ხელისუფლებას და სასამართლოს სურდა რომ არ ქონოდა სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილებები სასამართლო დავებზე და ყოფილიყო ერთგვაროვანი რომელიც ალბათ მარტივად პროგნოზირებადია როგორი გადაწყვეტილებაც იქნება ძირითადად არასამთავრობოების მოთხოვნა არის რომ დადგინდეს ფარულობის დარღვევა და ასევე სხვადასხვა მძიმე დარღვევების დადგენა რომელიც დაფიქსირებული იყო კონკრეტულ საარჩევნო უბანზე რა თქმა უნდა ამავე ხდომაზე არის თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების განხილვა ერთი შეიძლება ითქვას რომ განხილვა მის გადაწყვეტილებაზე უკვე იყო თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ როდესაც მოითხოვა ახალი ექსპერიმენტის ჩატარება ამ სასამართლო დარბაზში ისაუბრა ვლადიმერ ხუჭუას მიღებულ გადაწყვეტილებაზე და იმაზე რომ მოსამართლე არ იყო კითხვის ნიშნის ქვეშ არის მოსამართლის სამართლიანობა და უნდა მომხდარიყო მისი მხრიდან საქმეზე თვითაცილება მთავარი არგუმენტი არის ის რომ მისი მეუღლე ანუ ოჯახის წევრი არის სოციალურ სივრცეში აქტიური და გამოირჩევა კრიტიკული პოსტებით და შესაბამისად სწორედ ამის გამო იყო მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული თეთრი წყაროს ეპიზოდი, როგორც იცით, თეთრი წყაროში ჩვენ მოვიგეთ საქმე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჰქონდა ეს მოთხოვნა ტექნოლოგიური უბნების პატილობასთან დაკავშირებით, რაც თეთრი წყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ისინი ამბობენ, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული, ამიტომ მოსამართლის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მოსამართლის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ უნდა იყოს ამ საქმეში და ხელახლა მოითხოვეს ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ეს რა თქმა უნდა არანაირად დასაბუთებული არ არის მათ თუ ქონდათ აცილების საფუძველი მოსამართლის ეს უნდა გაეკეთებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ უფლების მხარეს არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ არ დაუყენებიათ აცილება მოსამართლის და მხოლოდ მაშინ დაიწყეს ამ საკითხებზე აპელირება როდესაც არ მოეწონათ სასამართლოს გადაწყვეტილება ეს ნიშნავს რომ მათ დაარღვიეს პროცედურა როდესაც აცილების საკითხი საერთოდ ზოგადად შეიძლება დაისვას რაც შეეხება არგუმენტებს რომელიც მოყავთ ესეც რა თქმა უნდა არ არის დასაბუთებული ისინი ამბობენ რომ მოსამართლის ცოლი Facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს მოსამართლის ცოლის და ოჯახის წევრის გამოხატვის თავისუფლება არ ახდენს გავლენას იმაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 21 საათია უწყვეტად მიდის პროცესი და მხოლოდ ახსნა განმარტებებია ნათქვამი, ანუ ჩათვალეთ რომ მხოლოდ პირველადი მოხსენებებია გაკეთებული, ეხლა უნდა გადავიდეთ მტკიცებულებათა კვლევაზე, შეკითხვებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი 21 საათი უწყვეტი მთელი ღამის პროცესი აჩვენებს, რომ რეალურად აქ სამართალზე და საქმის სრულყოფილ გამოკვლევასა და შესწავლაზე საქმე არ დგას, იმიტომ რომ შეუძლებელია 21 საათი ნებისმიერი ადამიანი იყოს ფუნქციური, გამართულად ფუნქციური. განხილვის 21 საათზე სასამართლო გადავიდა უკვე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, ანუ ხდომათა დარბაზში მოხდება ყველა იმ დოკუმენტის გამოკვლევა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა ამომრჩევლის ხმის უფლების დარღვევა, ასევე მოხდა არაერთი მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სასამართლომ ყველა ეს დარღვევა დაადგინოს და შესაბამისად გაბათილდეს მონაცემები.